ეს არის ნამდვილი კადრები. ჯეიკი და ტრიკი ხატავენ გრაფიტს მატარებელზე. შემდეგ ჯეიკი ზის ლამბორგინიში, ხოლო ტრიკი მიდის ველოსიპედით და ისინი მოძრაობენ გზატკეცილზე. მაგრამ ამის შემდეგ რაღაც ცუდი მოხდა და Subway Surfers-ის ლამბორგინი პირდაპირ ცხელში ჩავარდა. მანქანის სხეული ის იქ არის. უნდა ვიჩქაროთ. ავიღე ჩემი გიგანტური მაგნიტი, რომ ლამბორგინი წყლიდან ამოვიყვანო. ჯეიკი, მოდი. ეხლა რაღაცას გძნობ და შემიძლია დავინახო. რაღაც არასწორია. ღმერთო ჩემო, ეს ლამბორგინია? არა, ეს უბრალოდ მანქანის კაპოტია. დაგწერია ჯეიკი. ჯეიკი Subway Surfers-იდან. დიახ ბიჭებო, მოვიპოვეთ სპრეის კილა. ეს ნამდვილი სპრეის კილა Subway Surfers-იდან და შეგვიძლია ნამდვილი ჯეიკიც ნახოთ, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი ლამბორგინი წყლის ქვეშაა, მაგრამ ბიჭებო, ეს მხოლოდ მისი ნაწილია. ეხლა შეგვიძლია გავაკეთოთ გრაფიტი, როგორც ჯეიკი Subway Surfers-იდან. ღმერთო ჩემო, შემიძლია ლაიქის დახატვა. და თუ გიყვართ Subway Surfers, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. ჰეი ბიჭებო, რაღაც უცნაური შევნიშნე იქ. რაღაც ხვითელი და კაშკაშა. მაგრამ რა მოხდება? თუ ეს რაღაცით დაკავშირებულია ამ ავარიასთან, იქნებ იქ ჯეიკი ვიპოვოთ. წამო, უნდა გადავარჩინოთ ის. ჯეიკი! ჯეიკი! ეს ჯეიკი არ არის. ეს ის ხვითელი ველოსიპედია. ზუსტად აქვეა. ხვითელი ველოსიპედი, როგორც ვიდეოში ვნახეთ. როცა Subway Surfers-მა დაასრულეს გრაფიტი, ისინი ჩასხდნენ მანქანაში და ველოსიპედზე დასხდნენ. ტრიქს ზუსტად ასეთი ველოსიპედი ჰქონდა. ო, ნახე. ო! მას ხვითელი ველოსიპედი ჰქონდა. ეს ტრიკის ველოსიპედია. ტრიკი Subway Surfers-ზე ნაკ მოვიდა, რომ ჯეიკი გადაარჩინოს. მან ეს ველოსიპედი აქ დატოვა, რომ წყალში გადამხტარიყო და ეცადა მისი გადარჩენა. მოდი ვცადოთ ეს ველოსიპედი ვატაროთ და ვნახოთ, ჯერ კიდევ მუშაობს თუ არა. კარგი? ო! მუშაობს! მოდი ვცადოთ სხვა Subway Surfers-ის პოვნა. ვაუ, წავედით! ჯეიკი, ტრიკი, ჯეიკი! სათხარ! ეი ბიჭებო, ეს რა არის? ეს ძალიან მაგარი და ძლიერი ტრიკის ველოსიპედია. ძალიან მომწონს და არ დაგავიწყდეთ თქვენი მოწონების დატოვება. კიდევ რაღაც ვიპოვეთ, რაც Subway Surfers უკავშირდება, ხომ ასეა? და ეს არის ძლიერი და მძლავრი სიურპრიზის 5. შიგნით სხვადასხვა ბონუსის მიღება შეგიძლია. ბიჭებო, მაინც რაღაც ეჭვები მაქვს. ნამდვილად არსებობს თუ არა Subway Surfers რეალურ ცხოვრებაში? ისინი მართლა არსებობენ? თუ ეს მაინც რაღაც კალბია? რას ფიქრობთ? მოდით ვნახოთ რა არის შიგნით. ეს მაგარი იყო და მაგნიტიც ავიღეთ. ეს ძალიან ძლიერი მაგნიტია. შეგიძლია მონეტები აიღო და ბონუსები ყველგან დაამატო. ვაუ! რამდენი მონეტა მომდის? მაგრამ ბიჭებო, მაქვს იდეა. ამ მაგნიტის გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩემი მაგნიტური თევზაობის მაგნიტის ძალა. წავიდეთ და ვცადოთ მაგნიტური თევზაობის მაგნიტზე. ვაუ! ისე ძლიერია ბიჭებო. მართლა მუშაობს. ამ ნივთის გამოყენებით შეგვიძლია ჩემი სტანდარტული მაგნიტიც დავამატოთ. ვაუ! მოდი გამოვილოთ. მოდი ვნახოთ რა ამოვიღე. რაღაც ძალიან ძიმე ამოვიღე. ნახეთ როგორ დაიჭიმა ჩემი თოკი. ლამბოს წყლიდან ამოსაყვანად კიდევ ერთი მანქანა დაგჭირდება. მოდი მეგობარო, მოდი ახლოს. ამ ნივთს გამოვიყენებ, რომ ლამბო წყლიდან ამოვიყვანოთ. მოდი აქ შევკრათ კვამანძი. წავედით. ბიჭებო, რაღაც ამოდის წყლიდან. და ვხედავ წითელ მაგნიტს. ღმერთო ჩემო, ეს მთელი ლამბოა. წითელი ფერის ლამბო. მოიცადეთ. რა? მოიცადეთ, ბიჭებო. ეს რა არის? ეს მთელი ლამბო არ არის. ეს მხოლოდ ლამბორგინის ნახევარია. მაგრამ აქ შეხედეთ. ვაუ! ეს ძალიან დიდია. დიდი სპრეის კილა, რომელზეც წერია ჯეიკი. კიდევ ერთხელ უყურეთ ვიდეოს. ზუსტად იგივეა, მაგრამ ნახევრად გადმობრუნებულია. მანქანის კაპოტი, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვიპოვეთ, ზუსტად აქ ჯდება. დიახ, ეს ნაწილი ლამბორგინის ნიშნულს ემთხვევა, ნამდვილად. და ორივეს ერთნაირი წითელი და ხვითელი ფერი აქვს. რა მოხდა თუ დარტყმა ასეთი ძლიერი იყო? მაგრამ ვინ არის დამნაშავე ამ ყველაფერში? ჰეი, ბიჭებო, მაგრამ ეს რა არის? ადრეს არ შემიმჩნევია. ფორმას გავს, ტანსაცმელია. ეს ინსპექტორის ტანსაცმელია. მოდი ჩავიცვათ, რომ გავიგოთ ეს. ღმერთო ჩემო, ეხლა თავს ნამდვილი მცელივით გზნობ, ნამდვილი ინსპექტორივით. მაგრამ ბიჭებო, მე მივიღე. მე მაგჯიბეში. ვაუ! ესეთი დიდი სასტვენია, ბიჭებო. ეს ნამდვილად მცველის ინსპექტორის სასტვენია.
ის იყო ჩართული ხომ ასეა? ის რადაცი დაკავშირებულია ამ დრონ ლამბორგინთან, ჯეიკთან, Subway Surfers-დან. იქნებ თუ საკმარისად ხმამაღლა დაუსტვენ, ჯეიკს გამოვიძახებთ. იქნებ შეიძლება რამე გვითხრას, კარგი? მზად ხართ? მოდი, გავაკეთოთ ეს. ჯეიკი არ პასუხობს, მაგრამ მოიცადე. შეგიძლია რამე გაიგონო. რაღაც დაიწყო. მუსიკას გავს, იქიდან მოდის. დიახ, ამ ხმას ვხედავ. ეს თამაშის ხმა! შეიძლება ჯეიკი იქა! წავიდეთ, ბიჭებო, წავიდეთ! ჯეიკი? ჰეი, ეს ჯეიკი არა! ეს თამაშის ბუმბოქსია! უბრალოდ უკრავს! ხო, ეს ზუსტად ის ბუმბოქსია, რაც თამაში ვნახეთ! უკრავს, ნახეთ! უკრავს სხვა მუსიკას ვიდრე თამაში, მაგრამ აი ეს ბიჭებო! ეს ჯეიკთან არავის დაკავშირებული ნამდვილად. ეხლა მეტი მინიშნება დაგჭირდება. ასე რომ დავბრუნდეთ მაგნიტით თევზაობაზე, რომ გავიგოთ მთელი ეს სიტუაცია. მოდი შევამოწმოთ, რა დავიჭირეთ მაშინ. ღმერთო ჩემო. ეს დაუჯერებელია, ბიჭებო. იცით ეს რა არის? ეს არის ჰოვერბორდი თამაშიდან Subway Surfers-დან. სულ ვოცნებობდი ამის ტარებაზე. კარგი, ვცადოთ, გავფრინდეთ. იფრინე! არ დაფრინავს, ბიჭებო! იფრინე! მოდი! ბიჭებო, ფრინავ! ღმერთო ჩემო! ვაუ! ეს რაღაც გაფუჭებული ჰოვერბორდია. ისე აღარ მუშაობს როგორც ადრე. თამაში შეგიძლია ცაზე იფრინო, ყველგან შეგიძლია იფრინო. ასე რომ ეს რაღაცა გაფუჭებულია. ან იქნებ კალბია. მაინც მეპარება ეჯვი, ეს მართლა რეალურია თუ არა. თუ ჯეიკი Subway Surfers-დან მართლა არსებობს, ან იქნებ ეს ვიდეოებიც სულ ყალბია. მოდით შევამოწმოთ. და რო შევამოწმოთ, კიდევ ერთი მაგნიტური თევზაობა უნდა ვცადოთ, ბიჭებო. იმიტომ რომ თუ ჯეიკი ისევ იქ არის, ჩვენი დახმარება სჭირდება. ის დიდ საფრთხეშია. და ეხლა რაღაცას გვძნობ. რაღაც ამოდის წყლიდან. იცადეთ, ეს კიდევ ერთი ნაწილია გატეხილი ლამბორგინის. ეს სიგიჟეა, ეს არის Subway Surfers. ლამბორგინის კარი. ღმერთო ჩემო. დააგწერია ჯეიკი, ანუ ჯეიკი შიგნით იყო იმ შეჯახების დროს. ის დიდ საფრთხეშია. მაგრამ ბიჭებო. ეს რა არის? ბიჭებო, ეს ძალიან უნიკალურია. სამაშველო გასაღები. შეგიძლია გამოიყენო ავარიის შემდეგ. ჯეიკი საფრთხეში არ არის, ადრე წყალში ეჯახებოდა, მერე ეს გასაღები გამოიყენა. ის უსაფრთხოდ არის. და ეხლა შეგვიძლია ვეძებოთ სადმე, იქ მაგალითად. კარგი, ჯეიკი. მე ძალიან მძიმე ვარ. მე ძალიან მსუქანი ვარ. ჯეიკი! ჰეი, რაღაცა სწორედ იქ. ბიჭებო, ნახეთ, გითხარით. რაღაც ნათელი დავინახე. ეს არის ჯეტპაკი. ჯეტპაკი Subway Surfers-დან. მაგრამ ცოტა უცნაურია. შეხედეთ ამ ნაწილებს, თითქოს არარეალურია. და ნახეთ, როგორ გამოიხურება თამაშში. ხოლო რეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირია. ხარისხი არ არის კარგი. შეგიძლია გაიკეთო. მგონი. და მერე შეგიძლია სადოფრენა. იქნებ? არ ვიცი. მოდი წავიდეთ ვიფრინოთ. ვიფრინოთ. მინდა ვიფრინო როგორც ჯეიკი Subway Surfer-ებიდან. მაგრამ არ გამომდის. ეს რეალური არ არის. ეს ცოტა უსნაური და საეჭვოა, ბიჭებო. ხომ გითხარით, რასაც დღეს ვხედავთ, ყველაფერი კი არ არის ნამდვილი. ეს რაღაც ხალბია. უნდა გავაგზავნოთ გამოძიება. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ მაგნიტით თევზაობა. უკვე ბევრი Subway Surfers-ის ლამბორგინის ნაწილი ვიპოვეთ. ასევე ვიპოვეთ ჰოვერბორდი. მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია. შემდეგ რას ვიპოვით? კარგი, მოდი შევამოწმოთ. და ხომ, რაღაცას ვგრძნობ, მძიმე არაა, მაგრამ ნამდვილად. ვაუ. ეს რა არის? და ეს კიდევ ერთი საიდუმლო ყუთია, ბიჭებო. მაგრამ ეს ჩვეულებრივი საიდუმლო ყუთი არაა. ეს სუპერ საიდუმლო ყუთია. ეს ვერცხლის პერიფერია. ძალიან იშვიათი და ძვირადღირებულია. მოდი ვნახოთ, რას ვიპოვით შიგნით. ვა, მონეტებია! ბიჭებო, მონეტები
მივიღეთ! ეს ჯეკპოტია! ჯეკპოტი მონეტები მივიღეთ, ბიჭებო! მონეტები Subway Surfers-იდან. მონეტები ძალიან ბევრი გვაქვს! ძალიან ბედნიერი ვარ, ბიჭებო! ეს ძალიან მომწონს! ამ მონეტებით ბევრ რამეს ვიყიდით, მაგრამ რატომ გვაქვს აქ 100? ამას აწერია F და S. ყველა მონეტას 100-ები აქვს. ამ მონეტებზე ბევრი 100-ა, მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მგონია რომ ეს რაღაც დიდ მიზნებს უკავშირდება. და შეგვიძლია Subway-ს გავაკეთოთ. Subway Fest. ჟღერს როგორც ფესტივალი, მაგრამ რა შეიძლება ნიშნავდეს ეს? მოდით ინტერნეტში მოვძებნოთ. რა არის Subway Fest? Subway Fest. პირველად თქვენს ქალაქში გახდი მოთამაშე ეს რაღაც რეკლამას გავს. კოსტიუმებისა და რეკვიზიტების ასლები თამაშიდან. ფესტივალის. სადაც ჯეიკის როლში. ნახე, ესენი არიან ტრიკის და ჯეიკის ანიმატორები, თელი სლამები. ეს ფესტივალის ერთგვარი ნაწილია. ეს რეალურ ცხოვრებაში თავიდან არ იყო დამკვიდრებული. ეს უბრალოდ ერთგვარი ატრაქციონები იყო, რაღაც დღესასწაულის ღონისძიება, ფესტივალი. ღმერთო ჩემო, ხო? ეს ყველაფერი, ეს უბრალოდ ფესტივალის რეკვიზიტებია. ისინი ნამდვილი არ არის, ისინი Subway Fest-იდანაა და ეს ინსპექტორის უნიფორმაც ასევე. მაგრამ მაინც ეს სახალისო იყო. ჩვენ რეალურ ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ ვიპოვეთ, რაც ძალიან კარგია და დაკავშირებულია Subway Surfers-თან, ხომ ასეა? მაინც ძალიან მიყვარს ისინი. კი, ისინი თითქოს ყალბია. ისინი არ უკავშირდება ნამდვილ თამაშს, მაგრამ უკავშირდება რეალურ სამყაროს. და იმედი მაქვს, რომ ეს თავგადასავალი მოგეწონათ. და თუ ჯერ კიდევ უყურებთ, არ დაგავიცლეთ გამოიწეროთ ჩემი არხი. და არ დაგავიცლეთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, რომ კიდევ უფრო მეტი თავგადასავლებით სავსე კონტენტი მიიღოთ. გამოიწერეთ, ჩემი სახელია ლავე, ნახვამდის. მიყვარს Subway Surfers. მოდი კიდევ ერთი რაუნდი ვითამაშოთ ახლავე.